ვაგრძელებთ სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობას. დღეს ახალციხეს ვესტუმრებით. ქალაქს, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში. ახალციხე სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც ახალციხის ქვაბულში, მტკვარსა და ფოცხოვის ხეობებზე მდებარეობს. მის დათვალიერებას ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობით, რაბათის ციხის მონახულებით დავიწყებთ. ისტორიული ციხე უახლესი, რესტავრირებული ძეგლია, სადაც შენარჩუნებულია სამხრეთ საქართველოს შუა საუკუნეების ყველა კულტურული და არქიტექტურული ელემენტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაბათის ციხე კომპლექსი მე-19 საუკუნით თარიღდება, ხოლო მაროკოს დედაქალაქის სახელწოდება რაბათი მე-12 საუკუნიდან ჩნდება. მოდით ქალაქ ახალციხის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობასთან და ეს არის რაბათის ციხე, რომელსაც რესტავრაცია 2011-2012 წლებში ჩაუტარდა, განახლდა მეჩეთი, მუზეუმი, მედრესე, სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობები და მას შემდეგ უკვე არაერთ სტუმარს მასპინძლობს. ეს იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ტურისტები. საქართველოს მოქალაქისთვის ერთი სტანდარტული ბილეთის ფასი არის 10 ლარი, რომელიც შევიძინეთ სალაროში. და ახლა ვიმყოფებით ციხის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, საიდანაც ჩვენ ციხის დათვალიერებას დავიწყებთ. რაბათის ციხე ისტორიული ციხესიმაგრეა რაბათის ისტორიულ უბანში, მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს. ის შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს აერთიანებს. საუკუნეთა განმავლობაში ციხე ქალაქი რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ვხვდებით არაერთ დაწესებულებას, როგორც არის სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარი, სუვენირების მაღაზიები, მათ შორის გთავაზობენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, მაგალითად როგორც არის ქორწინება. არის ქორწინების სახით და შეგიძლიათ ასეთ შთამბეჭდა და საინტერესო ადგილას გქონდეთ თქვენთვის შესანიშნავი დღე. ჩვენ კი უკვე გადავინაცვლეთ ციტადელის მიმართულებით, სადაც სხვადასხვა ნაგებობას დავათვალიერებთ. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა გიორგის ეკლესიაა, რომელიც მე-19 საუკუნეებშია აგებული. მე-14 საუკუნეში ეკლესიას სამრეკლოც დაემატა. ეკლესიაც და სამრეკლოც მოგვიანებით გალავნის ნაწილად იქცა და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან გადაარჩინა ისინი სრულ განადგურებას. მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ახალციხე, იგივე სამცხე-საათაბაგო, ორი დიდი იმპერიის, ოსმალეთისა და სპარსეთის ბრძოლების ასპარეზად იქცა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. აქტიურად ვრცელდებოდა მაჰმადიანური რელიგია, ოსმალური ენა და კულტურა. რაბათის ციხესიმაგრეში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ნაგებობა არის შემოკან არსებული მეჩეთი, რომელიც მე-18 საუკუნეში აშენებული. ერთი შეხედვით ალბათ მოგაგონებთ აია სოფიას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მასში არის ქრისტიანული დეტალები, რომელსაც შეგნჩევთ, რომ კარგად დავინახოთ. აქვე იყო მედრესე, რომელიც არის მუსულმანური სასულიერო სასწავლებელი და ბიბლიოთეკა, სადაც 600-მდე ხელნაწერი ინახებოდა, რომელთაგან უდიდესი ნაწილი განადგურდა, ხოლო რაც გადარჩა სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმში ინახება. ამ მეჩეთის ამშენებელი არის ჰაჯი აჰმედ ფაშა ჩაყელი, რომელიც გამოირჩეოდა ახალციხის ვილაიეთში მუსულმანობის გავრცელებით. ის აშენებდა მეჩეთებს, მედრესეებს და ასე შემდეგ. საქართველოს ისტორიიდან გემახსოვრებათ, რომ სოლომონ მეფემ აკრძალა ტყვეთას ყიდვა, რაზე გაბრაზებულმა სულთანმაც გამოგზავნა 40,000-იანი ლაშქარი მის დასაჯელად. ამ ლაშქარს სწორედ ჰაჯი აჰმედ ფაშა უძღოდა წინ. ეს არის ცნობილი ხრესილის ბრძოლა, სადაც სოლომონ მეფემ გმირულად დაამარცხა და გაანადგურა მთლიანი ლაშქარი. სულთანი დაჯის მიზნით ატყუებს ჰაჯი აჰმედ ფაშას და ერთ წლის შემდეგ უკვე თავსაც მოკვეთავს.
მას შემდეგ, რაც ეს რეგიონი ოსმალეთისგან გათავისუფლდა, მეჩეთს საკურთხეველი მიუშენეს და ეკლესიად გადააკეთეს. ბრგლოვანი ამბანით და ჯვრებით გამოსახული ძეგლების ნახვა დღემდეა შესაძლებელი შიდა ტერიტორიაზე. აქვე ახლოს ხვდებით აბანოებს და სხვა აზიურ ნაგებობებს. აქვე გვაქვს შესაძლებლობა მოვინახულოთ მესხურის სახლის პროტოტიპი. ეს ციხე-სიმაგრე აშენებულია მე-9 საუკუნეში გვარა მამფალის მიერ. ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, მას თავდაპირველად ლომსია ერქვა. თუმცა მე-11 საუკუნეში ომების შედეგად ფაქტობრივად მთლიანად დაინგრა, ამიტომ საჭირო გახდა განიახლებინათ. მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებლის ბრძანებისამებრ ბეშქერ მეორე ჯაყელი იწყებს საფორტიფიკაციო შენობების აშენებას ამ რეგიონში თურქ სელჩუკებისგან თავის დასაცავად. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ახალი სახელი ახალციხე. თამარ მეფის ცნობილი სარდლები შალვა და ივანე ახალციხელები სწორედ აქედან იყვნენ. მე-14-მე-17 საუკუნეებში ეს იყო სამცხის საათაბაგოს მმართველების ჯაყელების მთავარი ქალაქი. ძალიან ბევრი ზგან მსმენია, რომ როდესაც რაბათს სტუმრობენ, ათვალიერებენ მხოლოდ არქიტექტურას და ისე ბრუნდებიან სახლში, რომ არ ნახულობენ მუზეუმს. არადა ვფიქრობ, ეს მუზეუმი არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი მთლიან ამ ტერიტორიაზე. ვინაიდან მუზეუმის ტერიტორია მოიცავს საკმაოდ დიდ საგამოფენო სივრცეს, სადაც წარმოდგენილია ბევრი და მრავალფეროვანი არტეფაქტები, რომელიც მოგვითხრობს ამ რეგიონის 6000 წლიან ისტორიას. აქ შეხვდებით კერამიკულ ჭურჭელს, სამკაულებს, საბრძოლო იარაღს, ხელნაწერებს და კიდევ არაერთ საინტერესო ადგილს, რომელიც გამოგზაურებთ წარსულში. დაწყებული ხეთებიდან, გაგრძელებული მესხების წინაპარი მუშქებით. მუზეუმის საფასური არ შედის რაბათის მთავარ შემოსასვლელ ბილეთის ფასში, ამიტომ ადგილზე საქართველოს მოქალაქეებს მოგიწევთ გადაიხადოთ 5 ლარი. და დარწმუნებული ვარ, თუ დამიჯერებთ და მოხვალთ ამ ადგილის სანახავად, თქვენც ისევე მოგეწონებათ და აღფრთოვანდებით, როგორც მე მოვდივარ თითოეულ მოსვლაზე. თავდაპირველად მუზეუმი 1923 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზე 1927 წელს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა. დღეისთვის მუზეუმის ფონდში 25000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორის ძველი ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები, ეტრატები, ნუმიზმატიკური არტეფაქტები, კერამიკული ჭურჭელი, პალეოლითის დროიდან აღმოჩენილი იარაღები. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალჩა ფარდაგების გამოფენებს უკავია. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნუმიზმატიკური საგანძური, რაც მიუთითებს ამ რეგიონის ძლავრ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ მნიშვნელობაზე. აქ სამონეტო მიმოქცევა
ძველი წერტაგიწყით მე-5 საუკუნის მეორე ნახევრიდან კოლხური თეთრი დაწყებული, მე-19 საუკუნის ჩათვლით უწყვეტობით მიმდინარეობდა. სამცხე-ჯავახეთის ნუმიზმატიკურ კოლექციებს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს. რისი მიზეზიც ამ რეგიონში დოკუმენტურად დადასტურებული ორი სამონეტო კარის, ახალციხის და არტანუჯის ზარაფხანის არსებობაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს შენობა სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. რაბათი ისევე როგორც მთელი ახალციხე გამორჩეულია თავისი კულტურული მრავალფეროვნებით. აქ სხვადასხვა დროს თანაცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები, სომხები, თურქები. შესაბამისად ეს მრავალფეროვნება აისახა არქიტექტურაშიც. ახალციხეში ხვდებით როგორც სომხურ კათოლიკურ ეკლესიებს, სინაგოგას, მეჩეთს, რომლებსაც დღეს მოვინახულებთ. აქ კი ჩემი ყურადღება მიიქცია არაბული გავლენის მქონე ნაგებობამ, რომელიც ვაგონებს თვით ალჰამრას, სადაც ერთად გვიმოგზაურია. რაბათიდან სინაგოგისკენ გადავინაცვლებთ, რომელიც აქედან სულ რაღაც 200 მეტრში მდებარეობს. ებრაელები ახალციხეში ჯერ კიდევ მე-9 საუკუნიდან დასახლდნენ და საკმაოდ ძლიერ და მრავალრიცხოვან თემს წარმოადგენდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ცენტრში ებრაული სასაფლაო ჯერ კიდევ 400 წლის წინ არსებობდა. პირველი სინაგოგა კი 1863 წელს აიგო. უფრო მეტ ინფორმაციას სინაგოგის შესახებ მისი მცველი ბენიამინ ლევიშვილი გაგვაცნობს. ეს გახლავთ ახალციხის სინაგოგა, რომელიც საქართველოს მოქმედი სინაგოგებიდან ყველაზე ძველია. ქალაქში გვაქვს ორი სინაგოგა, შენობის გვერდით არის კიდევ მეორე სინაგოგა, იმიტომ რომ ძველ დროში იმდენად ბევრი ებრაელი ცხოვრობდა ჩვენს ქალაქში, რომ ერთი სინაგოგა ფიზიკურად საკმარისი არ იყო. ამიტომ ააშენეს მეორე სინაგოგა. დაახლოებით 3000 ებრაელი ცხოვრობდა იმ პერიოდში. მაგრამ როცა სტალინი იყო მთავრობაში, სტალინმა სამწუხაროდ წაგვართვა მეორე სინაგოგა. ის გადააკეთა სპორტ დარბაზად, გადააკეთა შემდეგ ბიბლიოთეკა იყო წლების განმავლობაში და ბევრი სხვა ფუნქცია ჰქონდა სამწუხაროდ. რაც შეეხება მეორე სინაგოგას, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მთავრობაში იყო ხრუშოვი და ხრუშოვმა დაგვიბრუნა ეს ერთი სინაგოგა მხოლოდ. ამის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ბაბუაჩემი, 40 წელი ხელმძღვანელობდა, შემდეგ მამაჩემი და ეხლა მე. საკმაოდ ძლიერი თემი იყო, მაგრამ 70-იანი წლების მერე აქ დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, ასევე პრობლემები ჰქონდა საბჭოთა მთავრობის მხრიდან. გარდა ამისა შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო და ეტაპობრივად ყველამ დაიწყო მიგრაცია. თავდაპირველად აქედან გადავიდნენ თბილისში ახალციხელი ებრაელები, სადაც ააშენეს თბილისის დიდი სინაგოგა და მოგვიანებით უკვე თბილისიდან გადავიდნენ ისრაელში. სინაგოგა მოქმედი არაა, მას ძირითადად ტურისტები სტუმრობენ. თუ სინაგოგის მონახულებას გადაწყვეტ, ბენიამინის ნომერს სინაგოგის კარზე ნახავთ და სიხარულით გაგიღებთ დასათვალიერებლად.
სინაგოგიდან კათოლიკურ ეკლესიაში გადავინაცვლებთ, რომელიც ამ უბნის ბოლოში მდებარეობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალციხეში არაერთი აღსარებლობის მატარებელი ხალხია. ახლა მოვედით ერთ-ერთ სალოცავში, რომელიც ეკუთვნით კათოლიკეებს. ერთი შეხედვით ეს ტაძარი მართლმადიდებლურს გავს, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის კათოლიკური ტაძარი, რომელიც მე-13 საუკუნეში აშენებულა, ხოლო მე-16 საუკუნეში ის განუახლებიათ. ხოლო იმ სახით, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, 2011-12 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია. ამავე წლებში აშენდა დედათა მონასტერი, რომელიც ერთადერთი კათოლიკური დედათა მონასტერია საქართველოში. და ის არის ჩაკეტილი, რაც ნიშნავს, რომ იქ მოღვაწე მონაზვნებს არ აქვს გარე სამყაროსთან ურთიერთობის უფლება. ხოლო კვირადღეს არის ეს ეკლესია ღია, შეგიძლიათ მობრძანდეთ, დაათვალიეროთ და ასევე დაესწროთ აქ არსებულ წიროს. ახლა უკვე მიმდინარეობს და ჩვენც შევალთ, ნახავთ და რა თქმა უნდა თქვენს გაჩვენებთ. Ratašen smrt smoleta morčilna samtkozom, Dgice emoakcijos šelsvertit sadat nas, Šeutgva Kristem, Dchemsi misi, Istocloc da superšeni dupertovaši sudisac midisa, Gmerpiukuni diukuni sande. თავდაპირველად იგი წმინდა ჯვრის სახელით იყო ცნობილი. ტაძარი მნიშვნელოვან საკულტო ძეგლს წარმოადგენდა ქართველი კათოლიკეებისთვის. აქ არაერთი ქართველი კათოლიკე მღვდელი, ასევე მისიონერი მოღვაწეობდა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა პერიოდში აიკრძალა ღვთისმსახურება, განურჩევა აღსარებლობისა, დიდი ხნის განმავლობაში სალოცავები გამოიყენებოდა საწყობებად. ყოველივე ამან დააჩქარა მათი როგორც ძეგლების დანგრევა და ფიზიკური განადგურება. გამონაკლისს არც ახალციხის წმინდა ჯვრის ეკლესია წარმოადგენდა. ახალციხიდან დავიძარით მართლმადიდებლური მონასტრის საფარის სანახავად. ახალციხიდან საფარამდე სოფელ ღრელის გავლით უნდა მივიდეთ. მგზავრობას დაახლოებით 9 საათი სჭირდება. გზაზე ლამაზი ხედები იშლება, რაც მის გავლას სასიამოვნოს ხდის. ჩვენ ახლა მოვედით საფარის მონასტერში, რომლის ზუსტი დაარსებით რო არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ის უკვე მე-10 საუკუნეში არსებობდა. და პირველი ტაძარი იყო ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. დროთა განმავლობაში ეს მონასტერი გაფართოვდა, აშენდა სხვა ეკლესიები, სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობდა. მე-13 საუკუნის ბოლოდან ეს ტერიტორია ხდება სამცხის ათაბაგების, ჯაყელების რეზიდენცია და საგვარეულო საძვალე. მე-16-17 საუკუნეში თურქების შემოსევების შემდეგ მონასტრიდან ბერები გაიხიზნენ, თან წაიღეს განძი, ხატები და სხვა ძვირფასი ნივთები. ასე რომ
სწორედ ამ დროს შეწყდა აქ სამონასტრო ცხოვრება. როგორც ამბობენ, აქ მე-18 საუკუნის დასაწყისში მხოლოდ ერთი ბერი იყო. მე-19 საუკუნეში აქ რუსებმა დაარსეს მონასტერი. აშენდა ორსართულიანი კელია, რომელიც მოგვიანებით ხანძარმა იმსხვერპლა. ამ პერიოდში კედლები კირით შეღებეს და როდესაც უკვე გახდა შესაძლებელი, რომ ეს საღებავი მოეხსნათ, არაერთი ფრესკა გამოჩნდა და დღეს შევძლებთ ერთად ვნახოთ, რამდენად საინტერესო, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ფრესკებია ამ ტაძრებში. საფარის მონასტერი რამდენიმე შენობას მოიცავს. წმინდა საბა გამწმენდელის ეკლესია, რომელიც მთავარი ტაძარია. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სამრეკლო, მცირე სამლოცველოები, ჯაყელების რეზიდენცია და ციხე გალავანი. აღსანიშნავია ფრესკები, რომელთა ნახვა ყოველჯერზე განსაცვიფრებელია, რამდენჯერაც არ უნდა მოვინახულო ისინი. შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ არის ბილიკი, რომელთაც ამოდივართ ამ ტერიტორიაზე. აქ შეგვიძლია დავინახოთ ციხესიმაგრის გალავანი და ზევით არსებული თავდაცვითი კოშკი. რაც შეეხება ამ ადგილს, რომელსაც ხეები ფარავს, აქ არის ჯაყელების სასახლის ნანგრევები. აქედან მიიჩნევა არაჩვეულებრივი ხედები უშუალოდ მონასტერზე და გარშემო არსებულ მთებზე. ჯაყელების ისტორიის გაცნობისას ერთი უცნაური ფაქტი შევამჩნია. როგორც იცით, ჯაყელები ავრცელებდნენ მაჰმადიანობას, მთავარ რეზიდენცია ჰქონდათ ახალციხეში, სადაც ჰქონდათ მეჩეთი და ასევე სხვადასხვა ტერიტორიაზე აშენებდნენ მეჩეთებს, მედრესებს თუ სხვა მაჰმადიანურ ნაგებობებს. მაგრამ საგვარეულო საძვალე, სადაც იკრძალებოდნენ და უსაფრთხო რეზიდენცია იყო ამ ტერიტორიაზე, სადაც არის მართლმადებლური მონასტერი. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება, მაგრამ გრძელდება მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში. შემდეგ გადაცემაში მესხურ სამზარეულოს გავეცნობით. არ გამოტოვოთ.